ვარ ნიკოლოზ კეთილაძე 12 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში. უკვე 5 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. რას ვესტ ჯორჯია დაარსდა, მას შემდეგ მან თამაში. ყავს ორი ძმელი ვაკო თევზურაძე და ვაჩი მიქელაძე. ორივე კარგი მცველია, მაგრამ მე უფრო ახლოს ვარ ვაკო მასწავლებელთან. მე ვთამაშობ ცენტრში საყრდენის პოზიციაზე. ადრე ვიყავი გამოკვეთილი ცენტრალური მცველი. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა შეტევის წამოწყება. ზოგჯერ ვერთვები შეტევაში და გოლების გავაკ. ერთი გოლი ძალიან ლამაზ გამომივიდა. ვიყავ თამაშზე. პასი მივეს ჩემ გუნდელს, გუნდელმა დამიგდო შვაში, ერთი ჩეხებით გავუშვი კარებში და წავიდა ცხრიანის კუთხისკენ. მე კარი გადახტა, მაგრამ ისე კარგად ავარტყი, რომ ბურთი ვერ აიღო. უკვე მქონდა 10-მდე შეჯიბრება. ყველაზე კარგად მახსოვდა ქობულეთის გუნდთან თამაში. ის თამაში მოვიგეთ 10-1 და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ზუსტად მან თამაში გავიტანე ის გოლი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ინიესტა და საყვარელი გუნდია ბარსელონა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა კარგი ხედვა, გამოსასწორებელი მაქსი ისრაფი და ფიზიკური მონაცემები. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომადგენია. კარიერას დავიწყებ დინამო ბათუმში, გადავალ დინამო თბილისში, შემდეგ გადავალ ტორპედოში, შემდეგ გადავალ გალათასარაიში, გალათასარაიდან იუვენტუსში და იუვენტუსიდან ბარსელონაში. საქართველოს ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვთამაშებდი 22 ნომრით. 22-ში მაქვს დაბადების დღე და ეს რიცხვი ჩემთვის სიღრმიანია. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 39 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ვფიქრობ გავხდები მწვრთნელი. ალბათ გავწვდი იმ გუნდს, რომელშიც დავამთავრებ კარიერას. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ყავს კარგი კლასელები და მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე ჭკვიანები არიან ევა და ემილი წინჩეგოვი. ყველაზე მშვიდა ვარია ვდოლით. ყველაზე ცელქია ნიკოლოზ კობალაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. მეგობრობა არის ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთმანეთის სიყვარული. მე ახლა მყავს 5 მეგობარი და მინდა ვყავდეს 12. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ ჯერ არ მაქვს ჩემი შემოსავალი. ცოლს რომ მოვიყვან, მიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვევ ლაშას და ნინოს. ჩემი ცოლს დავარქვევ თამონას. ჩემი საყვარელი საგანია ისტორია. საყვარელი მასწავლებელი არის თაზო მჟავანაძე, იმიტომ რომ ის არის მხიარული, მეგობრული და კარგად ხსნის გაკვეთილებს. რაც თავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი გემის კაპიტანი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდე მინდა ვყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი და არის 6 წლის და ქვია თიკო. ის არის კულა, ლამაზი, ნერვების მომშლელი, ცელქი და ჭკვიანი. ნერვებს მიშის, როცა გაკვეთილების სწავლას ვიწყებ. შემორბის ოთახში წიგნებს იღებს და გარბის. ჩემი აზრით თიკო რო გაიზრდება, გამოვა მხატვარი. მამიკო არის მზრუნველი, შრომელი, მხიარული და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, თბილი და განათლებული. კიდევ არის ძალიან კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს დედიკო შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გამგაცხობს ხაჭაპურს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მწვანე ქუჩის ხულიგნები. მე რო რეჟისორი ვიყო, ფილმს გადავიღებდი ფეხბურთის თემაზე. თუ როგორ გავხდი დიდი და წარმატებული ფეხბურთელი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ინიესტაზე კარგი ფეხბურთელი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილედ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ბოლო მოდელის პერსონალური კომპიუტერი. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად ყოფნა, ფეხბურთის თამაში და მეგობრებთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.